ხმა უნდა მას მიზლებით 30-ე ნომრით კარს იცავს მათე თურმანიძე გითხარით რომ და მან მოახერხა ბურთის მოგერება თუმცა ისიც შეცდა ჩაწოდება საჯარიმოში შეიძლება დარტყმა და ყოჩახ ამ ეპიზოდში ვახით სელიმოვიჩი რომ აქ ამ შემთხვევაში დომინანტები შეგვიძლია ვთქვა დინამო და იბერია არიან მაგრამ არის დაგეგმილი ბათუმში კიდევ უფრო გაზრდილი აკადემიაზე ქუთაისში აქ საფათო იერიში შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა კარის მართულებთან ჩაწოდება დარტყმა და პაატა ღუდუშაური თავისი ყოფილი კლუბის კარში გატანილ გოლს არ აღნიშნავს და ეს ჟესტი იყო მიმართული პირატებისკენ სადაც რომელთაც ერთგვარად აქვს ახლა ეს რამდენად ბოდიში იყო თუ რა ხდება არ ვიცი საიწავ ეპიზოდში ლაყვახელიანის კიდევ ერთი ყოფილი იბერიელის და პაატამ ითამაშა ძალიან კარგად ამ ეპიზოდში და მშვენივრად ბედოშვილის გადაცემა აღნიშნავს აუცილებლად შეიძლებოდა ბურთი ესე პირდაპირ არ მისვლოდა ღუდუშაურს რომ არა ლაყვახელიანის შეცდომა მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაც გააკეთა პაატა ღუდუშაურმა ეს იყო ძალიან კარგად გაკეთებული რა თქმა უნდა საჯა ამოწმებს ახლა ეს ჩვეულებრივი მომენტი არის ამ მსგავს სიტუაციაში ეპიზოდის შემოწმება და აქაც თურმანიძემ ვერ გადაარჩინა ეს ჟესტი იყო ძალიან კარგი და მიღებული ფეხბურთში და ყოველთვის ალბათ მისაღებით რადგანაც ეს ის ფეხბურთელი თვალყური ეხა იბერიაზე ვთქვი რომ ლიდერი იყო 11 ქულით ამ დროიდან სახიფათო ჩაწოდება მეკარე კარგად და არ თამაშგარეს იყო თამაშგარეს საჯმა გაიწყებოდა სწორედ ამას მოყვა იბერია და აი ამ სამი გუნდის შემადგენლობაში უკვე თითქმის 300 შეხვედრა აქ კუთხური არის თითქმის 300 იერიში მარჯვენა ფრთაზე მიჩენკო ჩაწოდება გადმოვარდა ბურთი ისეთ პოზიციაზე რომ შეიძლება აქედან დარტყმა და უკეთესადაც შეიძლებოდა მაგრამ ცდელობა იყო ბათუმელი მაგრამ არის ზაგანია ზუგდიდან ბედოშვილის ღუდუშაური კარგი გადაცემა ნახოთ რა იზავს ბედოშვილი ბევრია არ იყო ამდენი საჭირო ბურთის დამუშავება უფრო ებია მეორე ეპიზოდი აღარ ჩავთვალოთ რადგანაც იქ თამაშგარი იყო მაგრამ აი ეს რა კარგი ეპიზოდი იყო ხედავ წულუკიძე შეცდა ვერ შეცდა და აი აქ ხა დარტყმის მომენტში რა თქმა უნდა ეს თამაშგარია ფეხბურთელი ახდენს 7 აბუსელიძე 32 ბარამიძე 36 ბალაძე 37 ფუტკარაძე და 40 ხოზრევანიძე რაც შეეხება იბერიას 11-ელს აქ ერთი ცვლილება პირველ ტაიმში მოხდა დადიანმა მიიღო ტრავმა საფათო ეპიზოდი დარტყმა და მცირე მანძილი ხდება კირკიტაძის მიერ დარტყმული ბურთის 11-ეული და გიორგი ხრუაშვილია მთავარობისაჭი ამასაც შეგახსენებ ჩაწოდება გამოიტანეს მცველებმა შორეული დარტყმა რა კარგი აქაც ძალიან ერთიანებულია და აი ეს ძალიან საინტერესოა შემოქმედისთვის შვენიერი სანახავი მაგრამ ასევე რთულიც აქ კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს და პენალტი ბედოშვილი წააქციეს პირველი მოკლე გამორბენი საკმაოდ გამორბენი დარტყმა და კინაღამ აიღო მაგრამ ეს კინაღამ არ ითვლება 0-2 ჯინჯოლავა გატანილი გოლის ავტორი მარცხენა მცველი გახლავთ ორივე 3-3 პენალტი აქვს ზუსტად შესრულებული ნახეთ კარგად დაარტყა და მეკარეც ბოლომ კარგად ასრულებს ჯინჯოლავას ხათაშორის ის წინა პენალტების რომელიც მან გაუტანა დილასა და მეშახტეს კარგად იყო ყველა შესრულებული ზუსტად კუთხეში და მეკარისთვის რთულია რა მივიდა ბურთთან კარგად და კონტრიერიში ზაგანიამ დაარტყა ცუდად ზაგანია და კლავ კონტრიერიში აი ეს რასაც ვამბობ ძალიან სწრაფად გადადიან იბერიას ფეხბურთელები ღუდუშაური ზოური ეხსნება მიიღო კიდეს ბურთი საჯარიმოშია უკვე სრულმოძრაობა პასი დარტყმა და 0-3 ეს ზაგანიას გოლი ასეთი გოლები ამ ფეხბურთელს გაუტანია და ეს არის ტიპიური ცხრიანის გოლი ალბათ რასაც აკეთებს ღუდუშაურმა დაიწყო ზოურმა გააგრძელა და ზაგანიამ მეორე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში ხო, აქ უკვე ძალიან დიდი ოპერაცია. ეს ერთი შეხებით ზუსტი დარტყმა, რაც ფორვარდისთვის ამ ტიპის ფორვარდს უნდა შეეძლოს და ეს ამირან ზაგანიას ხრეიძე იყო ბურთით, უკან მოხდა მაინც პასის გაკეთება ჩიტეიშვილი, ბარამიძე. შეიძლება დარტყმა და მეკარე თამაშობს კარგად, აქ პენალს ითხოვენ,
ეს უკვე საფინალო სასტვენი არის, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა მისცა. დინამო ბათუმი იბერია 0-3. გემშვიდობებით და წინგელით ინტერვიუს ჯერ